კაზინო Hard Rock-ში მკვლელობა ხდება. დამნაშავე პისტოლეტს მაისურის ქვეშ მალავს და შემთხვევის ადგილს ტოვებს. დაცვა, რომელიც მამაკაც სამჩნევს რაღაცას ხვდება, მაგრამ მის შეჩერებას ვერ ბედავს. All units be advised, we received reports of a shooting at Hard Rock Casino. One is reported deceased and the shooter is armed inside the building. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ პოლიციის ფაილებს. თუ მოგეწონებათ ვიდეო არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ღამის 2 საათზე მამაკაცი, რომლის სახელიცაა ედგარი, Hard Rock კაზინოში 32 წლის ომარ გარსიას იცნობს. შემდეგი 6 საათის განმავლობაში ისინი ალკოჰოლს ერთად ცვამენ, მაგრამ დილის 6 საათისთვის ედგარი რატომღაც ბრაზდება. დაძაბულობა მატულობს. მამაკაცები ჩხუბს იწყებენ და რაღაც მომენტში ედგარი კამრიდან პისტოლეტს იღებს. ის პისტოლეტს გარსიას რამდენჯერმე უმიზნებს. გარსია კი მას წინააღმდეგობას უწევს. ამის შემდეგ ედგარი მას რაღაცას ჩასჩურჩულებს. გარსია როგორც ჩანს წასვლას აპირებს, მაგრამ ედგარი მას წასვლის უფლებას არ აძლევს. მალევე გასროლის ხმა ისმის. კაზინოსა და სასტუმროს თანამშრომლები პანიკაში არიან და 9/1-ზე ათობით ზარი შედის. 100 პოლიციელისგან შემდგარ ჯგუფს კაზინო Hard Rock-ში გზავნიან. როდესაც პოლიციელები ადგილზე მიდიან, მათ მომხდარის შესახებ მცირე ინფორმაცია აქვთ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ გასროლის ხმა იყო და იატაკზე მკვდარი მამაკაცის გვამია. Hard Rock-ი დიდი ზომის კომპლექსია, რომელშიც 670-ზე მეტი ოთახია. ამიტომაც დამნაშავე შესაძლოა nebismier ადგილას იყოს. Brian's taking us right here, second floor. We'll hit our stairwells up. We're floors. Hey. Oh, where are we going? Back. Brian! პოლიციელების ერთი ჯგუფი კიბისკენ მიემართება, რადგანაც კიბე რამდენიმე შენობას ერთმანეთთან აკავშირებს, რაც დამნაშავეს საშუალებას მისცემს შენობა სწრაფად დატოვოს. თავდამსხმელის ვინაობა უცნობია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც პოლიციელებს შეხვდება, შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს. Come down here around the corner. Who else is with you? All the way down. Hands up. Let's go, boys. Come on, sir. იქამდე სანამ პოლიციის ერთი ჯგუფი კიბეებს ამოწმებს, მეორე დანაშაულის ადგილს იკვლევს. გინდება, რომ გარსიას გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონია, რადგანაც ტყვია მას საფეთქელში მოხვდა. დრო მიდის, მაგრამ დამნაშავის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობი რჩება. შესაძლოა მან შენობა უკვე დატოვა. Was that the only shell casing you found that was spent? პოლიციელები თვითმხილველების დაკითხვას იწყებენ. პირველი კაზინოს დაცვა. ამის შემდეგ პოლიციელები დაკითხვას იმ გოგონას უწყობენ, რომელიც მსხვერპლთან ერთად რამდენიმე საათით ადრე შენიშნეს. know who is the man who's shot. Can you tell me the name so I know if it's him or not? I don't know. Okay, I was with Omar. ამ დროისთვის პოლიციელებს ვიდეო ჩანაწერების ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომაც დამნაშავის აღწერილობა კვლავ უცნობი რჩება. Hey, push your hands. Show me your hands. All right, you guys. Push your hands. Come out. პოლიციელები იღებენ ინფორმაციას, რომ სროლელი შესაძლოა პირველ ან მეორე სართულზე 5-დან 1-1 ნომერში იყოს. Hey, we had a shooting downstairs. We need to make sure who's in here and who's not, okay? მიუხედავად იმისა, რომ კანონი მათ არასანქცირებულ ჭხრეკას უკრძალავს, ეს შემთხვევა კლასიფიცირდება როგორც ჭხრეკის გადაუდებელი საჭიროება. Holy fuck. პოლიცია 5-ვე ნომერს ამოწმებს, მაგრამ სროლელს იქ ვერ პოულობს. ერთადერთ ვარიანტად სხვა ნომრების შემოწმება რჩება. პოლიციელები კაზინოს თანამშრომლებს ვიდეო ჩანაწერების შემოწმებას თხოვენ, რათა მათ დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლონ და დაადგინონ, თუ სად შეიძლება ის წასულიყო. მალევე ისინი ხედავენ კადრებს, სადაც ჩანს თუ როგორ გარბის დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან. ახლა პოლიციელებს მისი ამოცნობა შეუძლიათ. მისი ფოტო ყველა იმ დანაყოფს ეგზავნება, რომელიც ახლა სასტუმროშია. მალევე ოფიცრები სასტუმროში იმ ადამიანს ამჩნევენ, რომელიც დამნაშავეს ძალიან ჰგავს. Hey, come here. Hey, hands up. Put your hands up. Get on your knees. Get on your knees. Now, get on your knees. Up against the wall. Up against the wall. Turn around against the wall. You got him? Hey. Where are you coming from? Huh? What room? პოლიციელები ხედავენ, რომ მამაკაცი მსროლელს ჰგავს, მაგრამ ისინი დარწმუნებულნი არ არიან. Hey, take his cap off. Take off his scuba jacket now. მის დაპატიმრებამდე ისინი ფოტოს დეტალურად აკვირდებიან და ხვდებიან, რომ ეს ის არ არის, ვისაც ისინი ეძებენ. Dude's got similar style. So that's why it is what it is. ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებისას პოლიციელები ადგენენ, რომ დამნაშავე არა მხოლოდ კაზინოს სტუმარია, არამედ მას ასევე სასტუმროში ნომერიც კი აქვს აღებული. დამნაშავის სრული სახელი და გვარი ედგარ ჯულიან დელგადოა. დელგადო სასტუმროში მეგობარ გოგონასთან, სავანა ტალთან ერთად მივიდა. ჩანაწერებზე ჩანს, რომ დანაშაულის ჩადენა
მოთხოვნის შემდეგ დელგადო საკუთარ ნომერში ადის და იქიდან ჩანთებით ხელში გამოდის. მალევე მას სავანა უერთდება და ისინი სასტუმროდან გადიან. ამის შემდეგ წყვილზე ძებნა ცხადდება. პოლიციელების დიდი რაოდენობის მიუხედავად დელგადო გაქცევას მაინც ახერხებს. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ პოლიციას მისი აღწერილობა დროულად არ მიეწოდეს. პოლიცია დაკითხვას აგრძელებს და ამჯერად რობერტ ბელსაკნეს კითხავს, რომელიც იმ დღეს სასტუმროში მუშაობდა. მისი თქმით, მან დამნაშავე გასროლის შემდეგ დაინახა. როგორც ჩანს, დაცვამ მისი შეჩერება ვერ გაბედა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ. ვიცით, რომ დელგადო საკუთარ ნომერში ავიდა, ნივთები აიღო და გაიქცა. პოლიციელებს იმ ავტომობილის აღწერილობა აქვთ, რომლითაც დელგადომ გოგონასთან ერთად სასტუმრო დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ კალიფორნიის პოლიციელები ავტომობილს ამჩნევენ და დელგადოს აპატიმრებენ. No, towards me, man. What's your last name, Edgar? Delgado Gallardo. ამ შტატის კანონების მიხედვით, პირველი ხარისხის მკვლელობისთვის დამნაშავეს სამუდამოდ ან 55 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მანამ სანამ დელგადოს დაკითხავენ, პოლიციელებს დაკითხვაზე მისი მეგობარი ჰყავთ. I'm a detective who does cancer. So when we got here, we went. სავანას თქმით, მან არ იცოდა თუ რატომ დატოვეს მათ სასტუმრო დროზე ადრე. იქამდე სანამ დელგადო ნომერში ავიდა და მან სავანას დაურეკა და ბარგის ჩალაგებას თხოვა. ისინი მექსიკაში გადასვლას აპირებდნენ. პოლიციელებმა ავტომობილში შავი ჩანთა აღმოაჩინეს, რომელშიც პისტოლეტი იდო. So it's a Glock 26. სავანას 364 დღით პირობითი პატიმრობა შეეფარდა. დელგადომ განაცხადა, რომ მას გასროლა არ ახსოვდა, რადგანაც ის იმ მომენტში ძალიან თვრალი იყო. მაგრამ სასამართლო პროცესის დროს პროკურორმა წარადგინა ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ რამდენად ორგანიზებულად იქცეოდა დელგადო დანაშაულის შემდეგ. სასამართლომ დელგადო დამნაშავედ ცნო და მას 55 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.